საღამოშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს ევროპულ არჩევანს. მე ვახოსანაია ვარ. დევნილთა პრობლემები ჩვენს გადაცემაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, გამოსახლება დაიგეგმა თუ არა სწორად, რა დარღვევები იყო და როგორ მიმდინარეობდა პროცესი, ადეკვატურია თუ არა შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებელი, რა პრობლემები აქვს და რა პირობებში უწევთ ცხოვრება იძულებით გადაადგილებულ პირებს. სახელმწიფო პოლიტიკა დევნილთა მიმართ განხილვა დღეს ევროპული არჩევანის სტუდიაში. საღამოშვიდობისა მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და მწვავე პრობლემაზე, ეს არის დევნილთა საკითხი. როგორია იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში, რა პრობლემებია, რომელიც დევნილებს წლების განმავლობაში აწუხებდა და ბოლო პერიოდში კიდევ რა პრობლემები დაემატა. ასევე საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს. ერთი სიტყვით, დღევანდელი გადაცემა დევნილების შესახებაა. დღეს ჩვენ სტუდიაში არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციის და ასევე არასამთავრობო სექტორი. მივესალმები ყველას, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. თქვენის ნებართვით ოპოზიციის წარმომადგენლისგან დავიწყებ, იმიტომ რომ ზოგადი შეფასება გააკეთოს. ბატონ ლევან, თქვენი აზრით, ლევან მეფხვაძეს მინდა დაუსვა შეკითხვა, თქვენი აზრით, როგორია დღეს შეფასება რო გააკეთოთ სახელმწიფოს პოლიტიკა დევნილების მიმართ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ ჯერ კიდევ შარშან 2011 წლის გაზაფხულზე მოახდინეთ, როდესაც დავაყენეთ პარლამენტში საკითხი მინისტრის უნდობლობის საკითხს გულისხმობ და მოვითხოვთ ამ ადამიანის გათავისუფლება, გადაყენება, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება, არის პირველ რიგში არაგამჭვირვალე, არ არის დამყარებული დევნილებთან თანამშრომლობაზე, არამედ ეს არის მუშტით, ძალით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეეძლოა ზოგიერთი მათგანი პერსპექტივაში შეიძლება რაღაცა პოზიტიურ ნიშნებს შეიცავდეს, მაგრამ თავისთავად ფორმა, რა ფორმითაც ეს ხორციელდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, ამ დევნილების მიმართ ეს ყველაფერი მათ თვითონ თავისთავად ისინი განიცდიან, რომ ეს ადამიანები არიან ამ ქვეყანაში მეორეხარისხოვანი ადამიანები, რომლებსაც პოლიციის ძალით ერთ ადგილას მოკიდებდნენ და ბოდიში და წაათრევდნენ მეორე ადგილას, ისე რომ საერთოდ არც იცოდნენ ზოგიერთმა მათგანმა სად მიდიოდნენ, ან საერთოდ თუ იცოდნენ ამის შესახებ, ეს ძალიან ბუდოვანი წარმოდგენა ჰქონდა და მე ჩვენ რაღაც კონკრეტული ფაქტებიც ჰქონდა, როცა ჩავდიოდით, ვნახულობდით ამ დევნილებს, მათი მდგომარეობა საკმაოდ ძიმე იყო გამომდინარე იქიდან, რომ ადაპტაცია ახალ პირობებთან მათ უჭირდათ. შეეძლოა ძალიან ბევრ მათგანს დახვდათ კონკრეტულად გარემონტებული, აქაც კიდე ბევრ ჩასახლების კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე, სადაც მათ აუშენდა, აქაც კითხვის ნიშნებია ამ სახლების მდგომარეობასთან დაკავშირებით. იყო კონკრეტული მონაცემები, რომ რამდენად ხარისხიანად გარემონტა ეს ფართები, მაგრამ რომ ყოფილიყო ის სულმად იდეალური და ოქროს ისინი ქონოდა, კარები და ფანჯარა ქონოდა და კარი ქონოდა, ამ ადამიანებს ჭირდებათ ყოველდღიური, ასე ვთქვათ, სარჩო და საბადებელი, ანუ სამუშაო ადგილი, რომელთაც თბილისში მათ გარკვეულწილად უზრუნველყოფილი იყვნენ, როცა გადაყავს სახელმწიფოს იღებს გადაწყვეტილებას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მაშინ ანალოგიურად მოიფიქროს ამ ადამიანებს რა ტიპის შესთავაზოს სამუშაო ადგილი, შემოსავალი. მით უმეტეს, როდესაც საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ დენის გადასახადს უუქმებენ, უпростоრეთ იმას კილოვაც უუქმებენ ერთ სულზე, რაც მათ ჰქონდათ ახალ ჩასახლებებში და შესაბამისად მათი მდგომარეობა სოციალური კუთხით კიდევ უფრო დამძიმდა, ვიდრე ეს იყო. ჩვენი სტუმარია იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ბატონი ვალერი კოპალეიშვილი. ბატონ ვალერი, მოდით დავიწყოთ ჯერ ფორმაზე საუბარი. ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ამან, რომ ფორმა არ იყო სწორად მოფიქრებული დევნილთა გამოსახლების. თქვენ სამინისტროს რა პასუხი აქვს ამ ყველაფერზე, როგორ დაიგეგმა საერთოდ ეს პროცესი და ხშირ შემთხვევაში პრეტენზიები, როდესაც ისმის, საუბარია იმაზე, რომ გონივრული ვადა არ ქონდათ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიცემული. მოგესალმებით, მე მინდა გავმიჯნო ორი საკითხი. შეეხო საუბარი ახალ გარემონტებულ, ახალ დაშენებულ ფართებს. ფოთი, ბათუმი, წყალტუბო და საქართველოს მასშტაბით ბევრი ობიექტი, 300-ზე მეტი ობიექტი გარემონტა და გაკეთდა. ამ ობიექტებში დევნილთა გადაყვანა და შეყვანა ყოველგვარი პოლიციის შართვის გარეშე განხორციელდა. ეს იყო გრძელვადიანი განსახლების პროგრამა დევნილების და არ არსებობს ფაქტი, როდესაც ხდებოდა რაღაც მსგავსი ფორმებით, როდესაც ითქვა აქ გადაყვანა. აქ მეორე მომენტი, ალბათ იმაზეა საუბარი, რამოდენიმე ობიექტში თვითნებურად იყო მოკავებული ფართები, მათ შორის ბევრი არადევნილი იყო იქ. ამ დევნილებს, რომლებიც თვითნებურად მოკავებულ ფართებში ცხოვრობდნენ, ჩვენ თავაზობდით ალტერნატივებს, სხვადასხვა ალტერნატივებს. ბევრი ალტერნატივა იყო.
საქართველოს რეგიონებში, მათთვის ვინც რეგიონებიდან მოდიოდნენ და თვითნებურად შევიდნენ ამ ფართებში და იყვნენ ასევე არადევნილი მოსახლეობა, რომლებიც ომის 2008 წლის ომით ისარგებლეს და თვითნებურად მოიკავეს ფართები. ძირითადად ეს მოსახლეობა თვითნებურად დატოვა ისევ ეს ფართები, როცა ჩვენ გავაფრთხილეთ რომ უკანონო ცხოვრობდნენ, ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა მათთან თანამშრომლობაში. არადევნილებმა იქ მოსახლეობა ვინც იყვნენ, აქ საუბარი რამოდენიმე დიდ ობიექტზე, რომელიც კარგად არის ცნობილი, მაგალითად ეგ ეწოდებული ზაკოს შენობა, სადაც პოლიციის გამოყენება გახდა საჭირო, ბატონო ვალერი. აქ დარჩა ნაწილი მოსახლეობის, რომლებიც თვითნებურად არ გამოვიდნენ. ანუ აქ საუბარია იმაზე, ქონდათ თუ არა გონივრული ვადა მათ მიცემული იმისთვის, რომ ჯერ ერთი იქიდან გამოსულიყვნენ და მეორე აკმაყოფილებთ თუ არა ის ალტერნატიული საცხოვრებელი. მოგახსენებთ, რაც შეეხება პროცედურები შემუშავებული იყო ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაერთიანებული უმაღლესი კომისარიატი იყო ჩართული, ახალგაზრდების ასოციაცია იყო ჩართული, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ. ეს პროცესი ერთად შევიმუშავეთ, მე მახსოვს ეს თემა როდის დაიწყო, ეს იყო 10 წლის შემოდგომა. და 2000 წლის შემოდგომის ბოლოს უკვე პროცედურები ქონდა გაწერილი, სტანდარტული ოპერატიული პროცედურები, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი ხორციელდებოდა. დევნილება იცოდნენ ადრე, ანუ რამოდენიმე თვით ადრე იცოდნენ იმის შესახებ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა. 10 დღით ადრე რატომ ამბობენ, რომ მათ წინა ღამით უწყეს ზოგიერთი. მოგახსენებთ, 10 დღით ადრე მათ ვატყობინებდით, რომ უკვე უნდა დაეტოვებინათ ფართი, თუ არა და პოლიციის გაფრთხილების შემდეგ მეორე დღესვე გამოიყვანდა. ანუ 10 დღით ადრე მათ იცოდნენ, რომ უნდა გამოსულიყვნენ. ეს იყო ოფიციალური გაფრთხილება. თუმცა 10 დღემდე ადრე რამოდენიმე თვით ადრე მიმდინარეობდა პროცედურა, როდესაც ჩვენ მუშაობდით დევნილებთან, რომლებიც იქ უკანონოდ იყვნენ მოკავებული ქონათ ფართები და თავაზობთ სხვა ალტერნატივებს. ძალიან ბევრი თვითონ დაგვთანხმდა და აირჩიეს სხვადასხვა. მე სახალხო დამცველის წარმომადგენელს, აპარატის წარმომადგენელს მინდა ვკითხო, ქაბატონ სოფიო. იყო თუ არა მართლაც მიცემული გონივრული ვადა, იყვნენ თუ არა ისინი გაფრთხილებული, როგორც ბატონი ვალერი ამბობს? მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. პირველ რიგში, რაც შეეხება უშუალოდ გამოსახლების პროცესს, ნამდვილად, როგორც მოხვდები, აქ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ობიექტებზე, სადაც რომლებსაც არ ქონდათ კონკრეტულად კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსები. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა დავყოთ რამდენიმე ნაწილად. პირველი ტალღა, რომელიც განხორციელდა 2010 წლის სექტემბრის თვეში, იყო ყველაზე მძიმე ტალღა. სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებდა რეგულარულ მონიტორინგს თითქმის ყველა ობიექტზე, საიდანაც ხდებოდა გამოსახლება და დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევები. ამაზე გავრცელდა სპეციალური განცხადებაც და მე მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და ზოგადად არასამთავრობო სექტორის აქტივობამაც და თვითონ სამინისტროც დაინტერესებული იყო, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის, რომ შემუშავდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომელმაც უფრო მეტი გარანტიები დაადგინა ამ ობიექტებში მცხოვრები დევნილების. რა ხასიათის დარღვევებთან ქონდა საქმე, ეს არის საინტერესო. აქ იყო საუბარი არაადეკვატურ დროზეც, აქ იყო საუბარი ფორმებზეც, იყო ერთეული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც, რომელიც დაფიქსირდა და რა თქმა უნდა, იყო საუბარი შეთავაზებულ ადგილებზე. მე მგონია, რომ აქ ყველაზე მწვავე პრობლემა, გარდა იმისა, რომ საუბარი არის ფორმებზე და უშუალოდ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობდა, არის ის, თუ რა შეეთავაზათ დევნილებს. სახალხო დამცველის აპარატმა ორჯერ ჩაატარა მონიტორინგი დევნილების ალტერნატიული განსახლების ადგილებში, ეს არის სხვადასხვა სოფლები, მაგალითად ფოცხოეწერი, ბაკურციხე, ნორიო, წინწყარო და ასე აბაშისპირი და ასე შემდეგ. ბოლო მონიტორინგი განხორციელდა 2011 წელს. პირველი ტალღისას, როდესაც პირველი რაზეც ალბათ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ის ციფრი დევნილების, რომლებიც დათანხმდა ადგილზე წასვლას. ძალიან ბევრი დევნილი, რომელიც გამოიყვანეს დაკავებული შენობებიდან, ეს დევნილები ნამდვილად არ იყვნენ იქ ოფიციალურად დამისამართებულები, ნამდვილად ეს შენობები არ იყო კომპაქტური განსახლების ობიექტები, თუმცა მათ უარი თქვეს რეგიონში წასვლაზე და ძალიან ბევრი მათგანი დარჩა კერძო სექტორში თბილისში და ამის მიზეზად ისინი ასახელებდნენ იმას, რომ აქ არიან დასაქმებულები, სწავლობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტესობა დარჩა თბილისში. უფრო დიდი პროცენტი დარჩა თბილისში, ვიდრე წავიდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილებში. რეგიონებში დაფიქსირდა რამდენიმე პრობლემა, როგორიც იყო ხელმისაწვდომობა ინფრასტრუქტურაზე, რა თქმა უნდა, იქ არ არის ერთგვაროვანი სიტუაცია, განსხვავებული სიტუაცია გვაქვს სხვადასხვა სოფელში, ეგრეთ და ჩასახლებაში. თუმცა რეგულარულად
პირველად ფიქსირდებოდა ხელმისაწვდომობა ინფრასტრუქტურაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელზეც თავად დევნილები საუბრობენ. დასაქმების პრობლემა არის, თუმცა არის რამდენიმე მწვავე განსაკუთრებით მძიმე ადგილი, როგორიც არის მაგალითად ფოცხოეწერი, ამაზე ძალიან ბევრი საუბრა საზოგადოებამაც, ტელევიზიამაც და ყველა შესაბამისმა პირმა და აქტორმა. ანუ ფოცხოეწერის შემთხვევა არის ის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატურ საცხოვრებელზე, ხო? უნდა განმარტოთ რა არის ადეკვატური საცხოვრებელი პირველ რიგში. ადეკვატურ საცხოვრებელში თუ გულისხმობთ იმას, რომ შენობა არის კარგ მდგომარეობაში, მხოლოდ მაშინ ეს ადგილი არის ადეკვატური. თუმცა სახალხო დამცველის აზრით და საერთაშორისო სტანდარტებითაც ადეკვატური საცხოვრებელი არ მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ შენობის ხარისხს, აქ იგულისხმება ძალიან ბევრი ასპექტი, როგორც არის ხელმისაწვდომობა ინფრასტრუქტურაზე, დასაქმება, პირობები, რამდენად შეუძლია ადამიანს გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გახდეს თვითმყოფადი და ყველა ამ ასპექტზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, მაშინ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აი ამ კონკრეტულ ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტებიც მუშაობდნენ. ქალბატონი ნონა, ზოგადი სურათი თუ შეგიძლიათ აღწეროთ, აი ფოცხოეწერი ახსენეს, ხო? მათი საცხოვრებლების, რომლებიც დათანხმდნენ რეგიონებში წასული. მოგესალმებით, თავიდან მეც შევეხებოდი თვითონ გამოსახლების ფორმებს. როგორც ითქვა, გამოსახლება რამოდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა იმით, რომ დარღვეული იყო ყოველგვარი სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტი, რაც გამოსახლებისას უნდა ყოფილიყო წესით დაცული. კერძოდ, დევნილებს არ ჰქონდათ ინფორმაცია სათანადო დრო იმისათვის, რომ მომზადებულიყვნენ გამოსახლებისათვის და მათ არ ჰქონდათ არჩევანი სად მოხდება ამ განსახლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, ან როდესაც იქნა უკვე მიღებული სპეციალური ოპერაციული პროცედურები, ანუ SOP-ის პროცედურები, ამის შემდგომ არსებული გამოსახლებებისასაც დაირღვა ის ნორმები, რაც ჩადებული იყო SOP-ში. ანუ თუ SOP-ი მიღებული იქნა იმ მიზნით, რომ დაცული ყოფილიყო დევნილების უფლებები, ცალკეულ შემთხვევებში ეს პროცედურებით დაირღვა. და ჩვენს ანგარიშებში სწორედ ამაზე უთითებდით სამინისტროს, ამაზე ვაკეთებდით სპეციალურ განცხადებებსაც. რაც შეეხება ადეკვატურობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადეკვატურად არ შეიძლება ჩაითვალოს ადგილი, სადაც დევნილი არ ცხოვრობდა წლების განმავლობაში და მისთვის სრულიად უცხო გარემოა და ასეთი შეთავაზება ვფიქრობ, რომ არ არის ადეკვატური. მაგალითად, წლების განმავლობაში თბილისში მაცხოვრებელი პირისათვის ის კერძო სექტორშია რეგისტრირებული თუ კომპაქტურში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, არის ადაპტირებული აღნიშნულ გარემოში, ან თბილისში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მისი მაგალითად ფოცხოეწერში გადაყვანა არის არაადეკვატური შეთავაზება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილი, დიდი ნაწილი არ დათანხმდა რეგიონებში გადასვლას და ისინი კვლავაც თბილისში ცხოვრობენ, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახსენა, თბილისში ცხოვრობენ კერძო სექტორში. ასევე არის ჯგუფი დევნილებისა. პრაქტიკულად ისევ რჩება მოუგვარებელი. ამ პროცესმა ვერ მიიღო შედეგი, გარდა იმისა, რომ ნაწილი წავიდა იქ და შეიძლება სოციალურად ის აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ გარემოს, რა გარემოს თბილისში. ანუ გრძელვადიანი განსახლება, რაც არის მიზანი სამოქმედო გეგმის და სახელმწიფო სტრატეგიის, ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არ არის მიღწეული ამ ოჯახებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, კიდევ არის დარჩენილი დრო, როდესაც უნდა განხორციელდეს ეს გეგმა და სტრატეგია, არ არის ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ იმ ეტაპებზე, რა ეტაპებიც უკვე გავლილია, ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, იგივე პრივატიზაციასაც თუ შევეხებით, პრივატიზაციაც განსაკუთრებული ნელი ტემპით მიმდინარეობს, ანუ 2009 წელს დაიწყო პრივატიზაციის პროცესი კომპაქტური ჩასახლების ობიექტების, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით 6000-მდე ოჯახს აქვს საკუთრებაში მიღებული საცხოვრებელი ფართი, რაც ძალიან მცირე ჯგუფია. ბატონ ლევან, თქვენ პარტიას თუ აქვს რამე წინადადება, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს? ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი პრეტენზია ისმის არასამთავრობო სექტორიდან, რომ ეს პრობლემები, ეს პროცესი არ არის დასრულებული, რაც დაიწყო. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული რეცეპტები საჭირო კი არ არის. ყველაზე მარტივი რეცეპტები, რაც არის, ეს არის ადამიანებს ჯერ ერთი ადამიანი უნდა მოეპყრა. მეორე რაც არის, როცა იღებ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება რაზე უნდა იყოს მორგებული ადამიანებზე, თუ მორგებულია ეხ პრივატიზაციის თემა ახსენეს, თუ მორგებული იმაზე, რომ ამ პრივატიზაციის შედეგად მე ხა გავყიდი ამ ქონებას, ამ ხალხს გავყრე იქიდან, სადაც კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობენ და ამით რაღაცა ფულს თქვა შევიტან ბიუჯეტში. რატო არის, რომ აქამდე ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი ის ფართები, რომლებიც უნდა დაუკანონდეთ, აი არაუნებიან მაგალითად თბილისში როდის დაკანონდება ეს ყველაფერი? ამას ხო განსაკუთრებული რეცეპტი ან შეთავაზება არ ჭირდება, ამის ჭირდება პოლიტიკური ნება. სამინისტრო არ ეუბნება კონკრეტული ჩასახლების ადგილებს, სად უნდა
სად იქნებიან და სად არ იქნებიან ეს დევნილები და დღემდე ეს ინფორმაცია ეს ერთ სამინისტრო მეორე სამინისტროს აბრალებს ეკონომიკის სამინისტროს რო ის არ მიგზავნისო ანუ საუბარი ასე გაყიდვაზე ელემენტარულად შენობა და ხალხის ქუჩაში გამოყრაზეა ხო ანუ საბოლოო ჯამში როგორც ჩანს ჯერ ეკონომიკის სამინისტრო ვერ გადაწყვიტა რომელი შენობა მისთვის არის საინტერესო კომერციული თვალსაზრისით ან რომელი არ არის საინტერესო და მეორე ის ხალხი უკვე მეორე ხარისხოვანი ანუ ყველაზე მთავარი ხალხური რეცეპტი არის ერთი რომ ეს ადამიანი ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს პრიორიტეტი თუ დავუშვათ ის ქონება რომელიც ამ მომენტში რაღაცა ღირებულებას წარმოადგენს აი ეს მიდგომა თვითონ სამინისტროს მიდგომა არა მარტო ერთი კონკრეტული არამედ როგორც ჩანს თავრობის მიდგომა საერთო მიდგომა სწორედ ამას ნიშნავს რომ ეს კონკრეტული ადამიანები მათ როგორც ჩანს მეორე ხარისხოვანად მიაჩნია და გარდა ამისა ეხლა ყველაზე რთული თემა რომელიც წარმოიშვა ეს არის 100 კილოვატის მოხსნა კონკრეტული მოქალაქეებისთვის რომლებიც როგორ იყო იცით რომ მათ ყოველთვიურად ეკონოდა 100 კილოვატი ისინი ნაწილი მათგანი ზაფხულის განმავლობაში ვერ მოიხმარდა ამოდენობას და ის რჩებოდა ასე ვთქვათ ბონუსში და ზამთარში გაცილებით მეტი გამოდიოდა და თბებოდნენ და პრობლემა არ ქონდათ. ეხლა მათ რა პირობა რა ასეუნებიან რა ეს 6 ლარი არის თუ არა 100 კილოვატის კომპენსაცია ჩემ სრულად წარმოუდგენელია იმიტომ რომ 17 ლარი არის 100 კილოვატი ამ დროს 6 ლარს აძლევენ. ეხლა რამდენად ადეკვატურია ესეც ხო უნდა შევაფასოთ არა ანუ ყველაზე მთავარი არის ადამიანების მიმართ ადამიანური მოფხურვა რომელიც ამ სამინისტროში მე ვერ დავინახე ამ ბოლო წლების განმავლობაში რაც ბატონი სუბელიანი გახდა მინისტრი რაც ჩვენ უამრავ ინციდენტი ვნახეთ და მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო ეს რომ არ ელაპარაკებიან ადამიანებს და ადამიანურად არ ეპყრობიან ამაზე მეტი რეცეპტი რა რას უპასუხებთ თქვენ მიმართ ადამიანურ მოპყრობაზე და პრიორიტეტებზე ლაპარაკი რომ არ არიან დევნილები ვთქვათ პრიორიტეტი და უფრო იმ შენობების გაყიდვა პრიორიტეტი ნუ ასე გავიგე ბატონ ლევანის ფაქტები ყველაზე კაი მეგობარი ამ შემთხვევაში დავიწყოთ ისევ იმ გამოსახლებსაც ვეხებოდით ხო იქ საუბარია ობიექტებზე რომლებიც იყო საშინელ მდგომარეობაში იქ არანაირი პირობები ეს იყო კომპაქტური ობიექტებიც კი არ იყო იქ დევნილები არ ცხოვრობდნენ არასდროს ომის დროს შეიჭრნენ და დაიკავეს ფართები სადაც არაფერი არ შეჭრილ ომის დროს ნაწილი მათგანი თქვენ შესაძლებელი ხარ მოდი გულწრფელები იყო თი არ მახსოვს ბაღი სადაც ერთი ადამიანი გამოიყვანეთ მეორე შეიყვანეთ და მერიქიდან გამოყარეთ ანუ ეს არ იყო თვითნებური შეჭრა თქვენ შეუშვით მე ხო არ გაწყვეტილებ თუ შესაძლებლობა მომწევთ საუბრობ ზუსტად მე ელემენტარულად მე რა მექნება შენ მიზანი რომ მე თქვა ფაქტები და მე შევაფასოთ როგორც კი ბატონო თქვენ ანუ ეს იყო თვითნებურად შესული ადამიანები ამ ფართებში რომლებიც იყო ანუ ომის დროს ხადია დევნილები თბილისში შემოვიყვანეთ დაიკავეს ყველაფერი სკოლები ბაღები ჩვენ თვითონ სახელმწიფოს შუამდგომლობით მოხდა ეს რომ ორგანიზებულად ომი იყო მალევე სამთვეში ყველა ეს ადამიანები თავასახლეთ ახლადაშენებულ ფართებში აი ამ პერიოდში როცა ეს ფართები დაიცალა 700-ზე მეტი ობიექტი იყო თბილისში დაკავებული დევნილებით 80,000 ადამიანი 80,000 ადამიანს ყვებავდით ყოველდღიურად მე პირადად ჩართული ვიყავი და დაცული ყოველდღიურად დგებოდა ეს სიები 80,000 ადამიანს 700 ობიექტში ვყვებავდით თბილისში მარტო. ცხადია 700 ობიექტი არ არსებობს. ეს იყო ბაღები, სკოლები, სადაც ჩვენი შვილები სწავლობენ და ბავშვები დადიან. მალევე სექტემბერში დაიწყო მშენებლობები 38-39 ჩასახლებაში, სადაც დევნილები ჩასახლდნენ, გამოვიყვანეთ ეს ადამიანები და დავასახლეთ იქ. ეს უკვე დეკემბერში დაიწყო ეს პროცესი და 2008 წლის ბოლომდე ძირითადი დევნილები უკვე დასახლებული იყო. ეს მაინტერესებს გამოთავისუფლდა. არის ადეკვატური ის ალტერნატიული საცხოვრებელი, რასაც თქვენს თავაზობთ. მაგალითად, ფოცხოეწერში ადამიანი, რომელიც იზრდებოდა, თქვათ, ამდენი წლის განმავლობაში თბილისში, მისი სოციალური გარემო არის აქ, სკოლაში აქ სწავლობდა, უნივერსიტეტში აქ სწავლობდა და წავიდეს ფოცხოეწერში. ეს არის ადეკვატური? მით უმეტეს არავინ არ იცის კიდე იქ რა პირობებია, ხო? მაგის თქმა მინდა, ეს ობიექტები არ არსებობდა როგორც ობიექტები. ადამიანები შევიდნენ, იქ ცხოვრობდნენ მაქსიმუმ 1 წელიწადი. 1 წელიწადში ინტეგრირებულები იყვნენ. ის 1 წელი სამ შევიდოდნენ, ცხოვრობდნენ სადღაც სხვაგან. ბევრი იყო რეგიონებიდან ჩამოსული. მათ შორის ნაწილი იყო დევნილები, რომლებიც 2008 წლის შედეგად გადაადგილდნენ, ფართები მიიღეს, ვთქვათ, იგივე ახალ ჩასახლებში, იგივე წეროვანში, მაგრამ იქ აგრძელებდნენ ცხოვრებას. იყვნენ დევნილები, რომლებიც სხვა კომპაქტურში ცხოვრობდნენ რეგიონებში, ზუგდიდში მაგალითად, მათ შორის თბილისში და შესული იყვნენ ამ ფართებში. ანუ ეს იყო სხვადასხვანაირი მან ისეთი დევნილებიც, რომლებიც დიდი ხანი ცხოვრობდნენ. იქ არ ცხოვრობდნენ, არა, მაგას ვამბობ. ვერ ცხოვრობდნენ, იქ ეს ფართები არ არსებობდა. როგორ ვთქვა, სხვა 700 ობიექტი შეიქმნა ომის შედეგად 3 თვით, 2 თვით, 1 თვით და სწრაფად მოხდა დევნილების გადადგმა. ის არ ყოფილა არაზოს საცხოვრებელი, ეს იყო მიტოვებული, გამოუყენებელი შენობები, სადაც რომელიც დიდხანს მოიკავეს. ხა სკოლები და ბაღები მალევე დაიცალა და მალევე შევიდნენ მოსწავლეები და ვერ მოასწრეს ფართების დაკავება. ეს იყო უბრალოდ არაკომპაქტური ობიექტები, სადაც დევნილები არაზოს არ ცხოვრობდნენ. ამიტომ ეს თემა ამით დავხუროთ და ამას აქ ლაპარაკია რაღაც მცირე რაოდენობაზე, რომლებიც ასევე ნაწილმა დაიკმაყოფილი არჩევანი გააკეთა, ნაწილი კვლავ მოლოდინშია.
ეხლა თბილისში ლაპარაკია თბილისთან დევნილების გადაყვანაზე. 10,000-ზე მეტმა დევნილ მოჯახმა დაიკანონა პროცესი მიმდინარეობს დაკანონების საქართველოს თბილისში. მარტო თბილისში 10,000-ზე გვაქვს საუბარი. ფოცხოწეს რაც შეეხება, ეს იყო კომპაქტური სასახლეების ობიექტი, სადაც წლების განმავლობაში დევნილები ცხოვრობდნენ. იქ დევნილები ცხოვრობდნენ. მუდმივად. გადაადგილების მერე, როდესაც მოხდა 92 წელს მათი გადაადგილება, იქ ცხოვრობდნენ. მესაქონლეობით არიან დაკავებული. საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ. ჩვენ გავარემონტეთ ეს ფართები და მათ გადავეცით. ნაწილმა დევნილების სხვადასხვა პერიოდში გადაადგილებული დევნილებს გამოთქვეს სრული გადასვლის. ვინც გამოთქვა სრული გადავიდნენ. ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი. ვერავინ ვერ წაიყვანს ვერც დევნილს და ვერც არადევნილს ერთი ადგილიდან და ვერ დაასახლოს მეორე ადგილში. გამოყვანა შესაძლებელია, მაგრამ შეყვანით ვერ შეიყვანს, ძალადაც ხო ფაქტია. ეხლა რაც შეეხება ფაქტებს, იქ თქვა რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი. აი ყველა ტელევიზიები იღებდა და შეგიძლიათ ამოიღოთ ან ნებისმიერ ტელევიზია მოაჩვენოს, სადაც იყო ძალადობა. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა პოლიციაზე ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა იყო, ქალბატონები, რომლებიც მოვიდნენ გარედან. ისინი იმ ობიექტზე მაცხოვრებლები არ იყვნენ. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც არადევნილები იყო სხვადასხვა ისინი ვაკეთილში ერთ-ერთ ობიექტზე, როდესაც ბენზინი შეასხეს პოლიციას და ცეცხლი წაუგიდეს. ესეთ შემთხვევები იყო. მე არ მახსოვს შემთხვევას, სადაც თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ პოლიცია ძალად გამოყავდა, მეგეთ ფაქტი არ ყოფილა. კარგით, მე არ მახსოვს ეგ შემთხვევა და ვერავინ აჩვენებს. შეგვიძლია გავიაროთ. ეხლა ვინც იქიდან გამოასახლეს, ხო? ფაქტებზე გადავვალეთ. გასაგებია, ვინც იქიდან გამოასახლეს. ეს ადამიანები, რომლებიც არ წავიდნენ, თქვათ, ალტერნატიულ პარტიში. ანუ მათი პრობლემა მაინც მეუგვარებელია სახელმწიფო. მათ ყოველთვის აქვს ალტერნატივა აირჩიოს. ის პროექტები და პროგრამები რაც გაგვაჩნია. ეხლა ვილაპარაკებ, რასაც ვაკეთებ, რაც გაკეთდა, რასაც ვაკეთებთ. არა, თუ კი ამბობს დევნილებს, მას არ აკმაყოფილებს ეს ფართი, ის მიიჩნევს, რომ ეს არ არის ადეკვატური და ამ შემთხვევაში ნუ უწევს, თქვათ, ნათესავთან, ხო, ცხოვრება. მისი პრობლემა ხომ სახელმწიფოს მოუგვარებელი აქვს. კი ბატონო, მოდის როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას? ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომელი ალტერნატივა აირჩიოს. ჩვენ ამ შემთხვევაში ალტერნატივებს თავაზობთ, სხვადასხვა ალტერნატივებს. მაგალითს გეტყვით, აი ავიღოთ თბილისის შემთხვევა. თბილისში 30 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. ერთ-ერთი იყო ჭავჭავაძე, აი 59A, რომელშიც რამოდენიმე დღის წინ ჩამოინგრა. და იქ დევნილები მხოლოდ იმიტომ არ იყვნენ, რომ 1 წლის განმავლობაში მუშაობთ იმ დევნილებთან, რომ შევთავაზოთ თბილისში ალტერნატივები. თბილისში რამოდენიმე ალტერნატივას თავაზობთ მათ. მიუხედავად ამისა, მათი სურვილი იყო ისე ობიექტში დარჩენილი იყო და ჩვენ თხოვნით, ისინი გასულები იყვნენ, ვინმე ნგრევადი ობიექტი იყო და ღმერთმა დაგვიფარა, რომ დევნილები იქ არ იყვნენ. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იყვნენ ჩვენ თანამშრომლები ყოველდღურად იქ. თბილისში ესეთი ნგრევადი ობიექტი, აი რამიანთ სამართლო ყოველას გვახსოვს პირველი კლინიკური. ესეთი 30 ობიექტი დაიხურა, 30. რეგიონებში ესეთი 59 ობიექტი დაიხურა. აი ამ წუთში 168 ობიექტიდან რეგიონებში მარტო 168 ობიექტიდან დევნილები გადაყვავს, აი იგივე ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, ობიექტებში, ახალ აშენებულ ობიექტებში და გარემონტებულ ობიექტებში შარშან დავასრულეთ გადაყვანები. მომავალში ეხლა კიდე იგეგმება ობიექტების რემონტი და შენებლობები და გავაგრძელებთ აი ამ გრევადი ობიექტებიდან დევნილებს. არ გასაგებია, სხვებსაც მივცეთ საშუალება გამოთქვა. რაც შეეხება თბილისში გამოვიდნენ ამ 30 გრევადი ობიექტები და ყველა თბილისში დასახლდა. გასაგებია, არ არის არავის მიზანი. თამარ გაბისონიას კონსტიტუციის 52 მუხლის წარმოადგენელს მინდა ვკითხო. კაბატონ თამარ, თქვენ სასამართლოში მუშაობდით ამ საკითხზე, გითხარით რა შედეგს მიაღწიეთ? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო საქმე გქონდა სასამართლოში. 52 მუხლი ახორციელებს დევნილთა წარმომადგენლობას სხვა მიმართულებით, იცავს დევნილთა უფლებებს, ანუ უფასო იურიდიული კონსულტაციის გზით და ასევე სასამართლოში მათი უფლებების წარმოადგენის გზით. გქონდა ძალიან საინტერესო შემთხვევა, რომელიც ბაგების ტუტქალაქიდან გამოსახლებულ დევნილებს ეხებათ. ესენი არიან კოდორის ხეობიდან დევნილები და ესე ვთქვათ ორმაგი დევნილები არიან, ვინაიდან თავდაპირველად ისინი იძულებული გახდნენ გადმოსახლებული იყვნენ 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად კოდორის ხეობაში, ხოლო შემდგომ მთელი ეს პერიოდი ცხოვრობდნენ სანამ არ მოხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომი. მე ამას უსვამ ხაზს იმის გამო, რომ ამ ადამიანებს ჩვენს მარწმუნებლებს ჰქონდათ მოთხოვნა კომპენსაციის გაცემის თაობაზე და სასამართლოს უარი გამოიწვია სწორედ იმან, რომ ისინი არ იყვნენ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული პირები, ანუ იყვნენ 90-იანი წლების დევნილები. და რაც შეეხება მათი გამოსახლების ფორმას, მათ ყავდათ 3 მცირეწლოვანი შვილი და ასევე მინდა ყურადღება გამახვილო მარტოხელა დედაზე, რომელთა უფლებასაც ჩვენ წარმოადგენდით. ისინი ამბობდნენ სწორედ ფაქტებზე მინდა ვისაუბრო, რომ გამოსახლების ფორმა იყო აბსოლუტურად არაადეკვატური და არ შეესაბამებოდა იმ პროცესს,
პროცედურებს და იმ სტანდარტებს, რაზეც საუბრობდა ბატონი ვალერი, ვინაიდან წერილობითი გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, რომელიც არ ყოფილა და შესაბამისად ზედმეტია რაიმე სახის ვადებზე საუბარი, ალყა შემოარტყეს შენობას და სთხოვეს რომ დაეცალათ. თუმცა ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ იმ პერიოდში მათ დაკარგეს კიდევაც თავიანთი პირადი ნივთები და ისინი იძულებული გახდნენ შეთავაზებული წინადადება მიეღო და გადასულიყვნენ წინწყაროში. და იქ დახვდათ სურათი, სადაც შეუძლებელი იყო არსებობა, ვინაიდან არ იყო ელექტროენერგია, გაზი, ეს იყო ზამთრის პერიოდი და როგორც ისინი ამბობდნენ, ისინი იძულებული გახდნენ ჩამოსულიყვნენ თბილისში, თავდაპირველად შეკეტლებული იყვნენ ნათესავებს და შემდგომ ქირით სადღაცას ბუნკერში, როგორც თვითონ ამბობენ, რისი შესაძლებლობაც მათ ჰქონდათ გადმოსახლებული იყვნენ დღეს განაგრძობენ ცხოვრებას. ჩვენ გვქონდა მოთხოვნა, ძირითადი მოთხოვნა ეს იყო 10,000 ამერიკული დოლარის შესაბამისი ექვივალენტის გადაცემა ამ ხალხისთვის კომპენსაციის სახით და უარის თქმის საფუძველი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ისინი არიან არა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იქნენ გადმოყვანილი, სწორედ იძულებული გახდნენ გადმოსულიყვნენ თბილისში და ასევე ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით დევნილებს და ვისმენთ მათ სამართლებრივ პრობლემებს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მინდა შევეხო. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დღეს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ჩვენამდე რაც მოდის ინფორმაცია. დევნილები წერენ განცხადებებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, სადაც მიუწვდებათ ხელი და სთხოვენ უზრუნველყვან ადეკვატური საცხოვრებელი ფართით. თუმცა საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდი ლოდინი უწევთ მათ. ყველა ადმინისტრაციული ორგანოდან პასუხი გახლავთ ის, რომ თქვენ ხართ სიაში, მე რამდენიმე და თქვენ აუცილებლად იქნებით უზრუნველყოფილი ამა თუ იმ საცხოვრებელი ფართით. ძალიან ხშირად ისმის პრეტენზიები სამინისტროს მისამართით. თქვენ რა შეგიძლიათ თქვა ამ კუთხით? მე შემიძლია ესეთი გამოსავალი შევთავაზო, დიახ. თავს სამინისტრო თავის ფუნქციას, იმიტომ რომ მუდმივად ამაზე არის ლაპარაკი. მე მინახავს ეს მიმართვები და მინახავს პასუხები. პასუხი არის აბსოლუტურად სტანდარტულია. თქვენ ხართ რიგში და ოდესღაც თქვენ დაკმაყოფილდებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო გამჭვირვალე რომ იყოს ეს პროცედურა, ვინაიდან თვითონ დევნილებისგან არის ამგვარი ჩივილები და საჩივრები, რომ აი ჩემ შემდეგ ვინ შეიტანა განცხადება, ის დაკმაყოფილდა და მე დავრჩი საცხოვრებელი ფართის გარეშე და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ტექნიკურად ალბათ შესაძლებელია, რომ შეექმნას გარკვეული დატა ბაზა ან რაღაც ბაზა, სადაც იქნება მოთავსებული ყველა მონაცემი ამ დევნილების, მათ ეცოდინებათ რიგში რომელია და შესაბამისად როგორ შეიძლება მათი დაკმაყოფილება. თუ კი არის ეს შესაძლებელი, იქნებოდა საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ამ ხალხმა არ წეროს ესე ერთი და იგივე სახის წერილები ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში და არ მიიღოს ერთი და იგივე პასუხი. და ვინაიდან მათი განცხადება ესე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუკმაყოფილებელი. გასაგებია, ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. თუ გსურთ ამ საკითხზე მოკლედ უპასუხეთ და შემდეგ რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ. აუცილებლად პირველ რიგში ვიტყვი გამოსახლების, თქვა, პროცესების დარღვევაზე. ჩვენთვის ავტორიტეტული ორგანიზაცია გარესტოლთა უმაღლესი კომისარიატი, მათი დასკვნა არსებობს, რომელიც ამბობს პრინციპულად, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევის გარეშე მოხდა და ამ პროცედურებთან ახლო იყო. ეს პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილა. დანარჩენი ახლა პროცესები, რთული პროცესია ძალიან ყველაფერი ეს, ყველასთვის გასაგებია, განსაკუთრებით ჩვენთვის მძიმე და რთულია, როდესაც ხდება დევნილთა განსახლების პროგრამის გადაწყვეტა, პრობლემის მოგვარება, განსაკუთრებით ეს ობიექტებიდან, რომელიც გრევადია და დევნილებს სურვილი აქვს დარჩენა, ვინაიდან ძალიან რთული ახლა მე გააკეთო. გრევადი ობიექტი ტექნიკურად შეუძლებელია რეაბილიტაცია და მნიშვნელოვანი რაღაც ალტერნატივა შესთავაზო. რაც შეეხება სვანეთიდან დევნილს, ოჯახს, რომელიც სვანეთში ცხოვრობდა კოდორის ხეობაში 2008 წელს გადაადგილდა და ჩასახლდა დროებით აი იმ პერიოდში, როდესაც ომის პერიოდი იყო, შევიდა ობიექტში, რომელიც დროებით საცხოვრებელი იყო მათთვის. სახელმწიფომ ააშენა 39 სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ჩასახლება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო წინწყაროს ჩასახლება, სადაც სახლები გამოსყიდვა განხორციელდა, არსებული სოფელი იყო. ძალიან კარგ მდგომარეობაში არსებული სახლებია, მეტნაკლებად სხვადასხვა ხარვეზებით, თქვა კარფანჯარა აქვს შესარემონტებელი და ამ შემდეგ. აი ესე ჩასახლების ჩასახლდნენ ისინი, მათაც ეს ალტერნატივა ჰქონდათ. რატომ არ უნდა აერჩიათ ერთ-ერთი მათგანი? მე აქ ვერ ხედავ დიდ წინააღმდეგობას, თუ შესაძლებელი იქნებოდა არჩევის ეკეთება დევნილის მიერ. თუმცა დევნილს უფლება აქვს, რომ ეძებოს სხვა ალტერნატივები. მათ დღესაც აქვთ უფლება ყველა შეთავაზებაზე უარი თქვან და ეძებონ სხვა ალტერნატივა. თუმცა კოდორიდან გადაადგილებული დევნილები არიან ჩასახლებული წინწყაროში
მათივე თანასოფლელები, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად გადაადგილეს. მოკლედ თქვით თუ შეიძლება. დიახ, ამ დევნილებთან დაკავშირებით იმედ გიპასუხოთ, რომ ზუსტად იგივე სამართლებრივი სტატუსის მქონე პირებმა, რომ როდესაც გააკეთეს განცხადება კომპენსაციის მიღების თაობაზე, მათ მიღებული აქვთ კომპენსაცია. ანუ იგივე კოდორის ხეობაში მყოფ პირებს, თუმცა რატომღაც ამ ოჯახმა ვერ მიიღო, შეიძლება დააგვიანა. ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგალითად ისინი თხოვდნენ არა 10.000, არამედ 20.000. არა, ნამდვილად 10.000 ითხოვდა. ან ქონდა მისი ოჯახის წევრს მიღებული რომელიღაც ალტერნატივა, აირჩია მისმა ნათესავმა, ამ ოჯახის წევრმა და დამატებით უნდა კომპენსაციის მიცემა. ან ყველაფერზე უარი თქვეს, ბოლო მომენტამდე ყველაფერზე უარი თქვეს და სახელმწიფო შესაბამისად საცხოვრებელი ფართი მათ და მათზეც უარი თქვეს. აი რაღაცა ამ პრობლემაზე შეიძლება პრობლემები აქ პრობლემები შეიძლება ბევრი იყოს, გაჩი როგორ მივუდგებით ახლა დევნილისთვის სახელმწიფო გამოყო ოჯახისთვის $10,000, $20,000 ვერ მიცემდა. არ იყო ეს ალტერნატივა. 20.000 არ ითხოვდნენ და არც და ეს იყო ერთჯერადი დამატებითი ღონისძიება, სახელმწიფო სამსახურში ვალდებულები იყო განსახლება. ამისთვის აშენდა 4,400 კოტეჯი. 1,500 ბინა მოეწყო და ყველა ამ ჩასახმწეროვანის გარდა ქონდა 9 ჰექტრამდე გადაეცათ მიწები საკუთრებაში საზღვაო სამეურნეო მიზნებისთვის და გარდა ამისა ინდივიდუალურ სახლებს 600 კვადრატულ 400 და 600 კვადრატულ მეტრამდე ფარტი. გასაგებია რეკლამა. ეს იყო ის, რასაც სახელმწიფო თავაზობდა, ამის ალტერნატივა დროებით ერთჯერადი ღონისძიება იყო ფულად. გასაგებია რეკლამა უნდა გამოვაცხადო და რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით კვლავ ეთერში. მე შეგახსენებ ჩვენ ვსაუბრობთ დევნილთა პრობლემებზე. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეხება დევნილთა პრობლემებს. ჩვენ სტუდიაში შეკრებილი არიან ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორიდან. გადაცემის პირველ ნაწილში ბატონ ვალერი თქვენ ახსენეთ გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა და სწორედ არიან ისინი ჩვენი სტუმრები დღეს და რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ სამინისტროს ან რა შეგიძლიათ თქვათ გამოსახლებასთან დაკავშირებით, ასევე ალტერნატიულ ფართთან დაკავშირებით. ეს ორი ძირითადი პრობლემა იყო პირველ ნაწილში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება საკითხს, თავად საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური და არ არის ესეთი ცალსახა. თვითონ გამოსახლებებთან დაკავშირებით გაიჟღერა აქ სპეციალურმა ოპერაციულმა პროცედურამ, ეგრეთ წოდებულმა სოპმა, რომელიც შემუშავდა ერთობლივად სამინისტროსთან, ლტოლთა და განსახლების სამინისტროსთან. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული და სხვა თითქმის მთელი სპექტრი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების. მე გამოვყოფდი იმ ეტაპს, ვიდრე ეს დოკუმენტი შეიქმნებოდა 2010 წლის გამოსახლებები, რომელიც მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა და შემდგომ რაც ეს დოკუმენტი შეიქმნა, გვინდა აღვნიშნოთ და ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ პრეს-რელიზში, თუ ჩვენმა წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ გამოსახლების პროცედურა, ანუ სხვა საცხოვრებელში გადაყვანის პროცედურა მნიშვნელოვნად გაუმჯობეს და რასაკვირველია იყო რაღაც ხარვეზები თვითონ პროცესის განმავლობაში, თუმცა იმასთან შედარებით 2010 წლის გამოსახლებებთან შედარებით უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული. დიახ, კერძოდ გამოვყოფდი იმას, რომ დევნილებს მიეცათ საშუალება წასულიყვნენ და ენახათ ის ალტერნატიული ფართები, რომელსაც სამინისტროს თავაზობდა. ძალიან ბევრმა დევნილმა არ ისარგებლა. ჩვენ თვითონ ვეკითხებოდით კიდეც დევნილებს, რომ რატომ არ მიდიხართ თქვენს ადგილას, ჩვენ წავიდოდით მაგალითად და ნახავდი, რასაც მთავაზობენ. ბევრმა არ ინდომა, ალბათ იმიტომ, რომ რეგიონში იყო. თუმცა ბევრი დათანხმდა და გადავიდა კიდეც. რაც შეეხება სხვა ანუ გაუმჯობესების კუთხით რაც იყო, ეს იყო ინფორმირება. დევნილებს გადაეცემოდათ ხოლმე, აქ ახსენეს კოლეგებმა დარღვევები, როდესაც მათ არ გადაეცემოდათ საინტერესოა იმ მაგალითების წერილობით ხდებოდა, დიახ, სპეციალური ოპერაციული პროცედურა ერთ თვეზეა გაწერილი და ეს ითვალისწინებს ამ დოკუმენტის გაცემას, რომელსაც შეტყობინება ეწოდებოდა. და შესაბამისად დევნილებს იქ ეძლეოდათ ინფორმაცია, რას თავაზობდა მათ სამინისტრო. გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისარიატი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ ვახორციელებდით კოორდინაციას იმ მონიტორინგის ჯგუფისა, რომელიც უშუალოდ დადიოდა და ამოწმებდა, როგორ ხორციელდებოდა უშუალოდ ამ დოკუმენტის განხორციელება. როგორც უკვე აღვნიშნე, იყო ხარვეზები, თუმცა იმასთან შედარებით რაც ადრე იყო, ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდა სიტუაცია. რაც შეეხება თვითონ საკითხის სირთულეს, მე ვფიქრობ, რომ რაღაც
ბალანსის მოძებნა ძნელია აქ, თუმცა ერთის მხრივ არის ის, რომ დევნილები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი უნდა იქნენ ალტერნატიული ფართით, უნდა მათ მიეცეთ საშუალება, რომ ყველა სერვისებისადმი ქონდეთ ხელმისაწვდომობა ახალ საცხოვრებელ ადგილებში გადაყვანისას. რასაკვირველია, სასურველია, რომ მათი დაკმაყოფილება მოხდეს იმავე ტერიტორიულ ორგანოში, სადაც ცხოვრობენ, თუმცა უნდა გათვალისწინებული იქნეს ასევე მთავრობის რესურსების ლიმიტები, რაც მათ მთელ რიგ შემთხვევებში გააჩნიათ. გასაგებია. კაბოტონი სოფიო ჯამბაზაშვილი, გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა ჩვენი სამართლებრივ საკითხებში. სამართლებრივი კუთხით რა დარღვევებზე შეგიძლიათ თქვენ ისაუბროთ ამ შემთხვევაში? სამართლებრივ კუთხებზე რაც ქეთიმ უკვე ისაუბრა, ანუ გამოსახლებაზე რაც არის დაკავშირებული, ქეთიმ უკვე ისაუბრა ამაზე, ანუ ქეთის იგივე ორგანიზაციიდან ვარ მეც, სოპი უნდა ყოფილიყო, ანუ გათვალისწინებული და ჩვენი ასე რომ ვთქვათ ანგარიში ზუსტად ამაზე საუბრობს და მე შემიძლია პრინციპში მხოლოდ ვილაპარაკოში და ქართლის თემაზე, ამისთვის ვარ აქ მოწვეული, იმიტომ რომ პრინციპში ამ თემაზე ვმუშაობ გაეროს სტოლთა უმაღლეს კომისარიატში, სადაც პრინციპში გამოსახლებები ჯერჯერობით არ დაწყებულა და ის 19 ბაღი არის, სადაც დევნილები არიან განლაგებულები და გამოსახლება როგორც ასეთი არ არის იქ, ანუ არის მხოლოდ გადაყვანა ხალხის გარემონტება და შემდგომ მათი იქ შეყვანა, რასაც ჩვენ მონიტორინგს უკეთებთ და ჯერჯერობით პროცესია მისი და ამ პროცესში შეგიძლიათ აი მე დასკვნების გაკეთება? ჩვენ სამინისტროსთან რა თქმა უნდა ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ ამ თემაზე და მონიტორინგს უკეთებთ იმას თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ხდება ამ 18 ბაღიდან აირჩა 7 შენობა, რომელიც იქნა გარემონტებული და გვაქვს იმისი, ესე იგი, სამინისტრო გვეუბნება იმას, რომ ეს დევნილები მოკლედ გადაყვანილი იქნებიან და განლაგებულები იქნებიან 7 ბაღში, რომელიც კოლექტიურ ცენტრად იქნება გაგონილი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კაპიტონ ეკატერინე, თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ, რა საკითხებს გამოყოფთ ძირითადად და რა დარღვევებზე შეგიძლიათ ისაუბროთ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე სამართლებრივ ანალიზს არ გავაკეთებდი. სამართლებრივ ანალიზს არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი კუთხით არ უყურებთ ამას, თუმცა ჩემმა კოლეგებმა უკვე ისაუბრეს ამაზე. რაც შეეხება სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს, რა თქმა უნდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო და მას შემდეგ რაც ეს დოკუმენტი შეიქმნა, უკეთესობისკენ გადაიდგა ნაბიჯი და ვფიქრობთ, რომ თვითონ გამოსახლების პროცესიც უფრო დაგეგმილი გახდა, ესე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა მაგისა ახლა სტოლთა სამინისტროს წარმომადგენლება არ თქვეს, რომ სამინისტროში ასევე შექმნილი არის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი კოორდინაციის მექანიზმი არის იმ უწყებებს შორის, რომლებიც ჩართულები არიან თვითონ აი ამ გამოსახლების პროცესში და ზოგადად განსახლების პროცესში, მაგრამ ასევე ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს და ვფიქრობ, რომ თვითონ განხორციელების თვალსაზრისით სხვადასხვა შემთხვევებში იყო დარღვევები, ზოგან მეტად და ზოგან ნაკლებად, მაგრამ ასევე ხაზს გაუსვავდი თვითონ ფორმას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, როდესაც გამოსახლება მოხდა, ეს უზარმაზარი კორდონები, სადაც რომლებშიც მონაწილეობდნენ ეს პოლიციელები და თვითონ ძალის გამოყენება აი ამ დევნილების წინააღმდეგ, მაინც და მაინც ისეთი სურათი არ იყო და პრინციპში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეხედავდა აი ამ პროცესს, უარყოფითად განეწყობოდა ამის მიმართ. რაც შეეხება თვითონ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, მე დავეთანხმებოდი ჩემ კოლეგებს და ვიტყოდი, რომ გააჩნია რას ვეძახით ჩვენ საცხოვრებელ პირობების გაუმჯობესებას, თუ კი ჩვენ საუბრობთ იმას, რომ თვითონ ეს ოთახები, სადაც გადავიდნენ ეს ადამიანები, კარგად არის გარემონტებული, კი ჩვენ ვიყავით ზოგიერთ განსახლების ცენტრში და ვნახეთ და მართლაც ძალიან ბევრ შემთხვევაში პირობები არის გაუმჯობესებული, თუმცა რა თქმა უნდა ამ ადამიანებს საშუალება არ აქვთ ის საშუალებები, რაც მათ ადრე ჰქონდათ, იმისა, რომ მიიღონ ადეკვატური განათლება, მიიღონ იგივე სამედიცინო მომსახურება და ასე შემდეგ. ანუ ეს პრობლემა დარჩა და ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. გარდა მაგისა, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან სამწუხაროდ 1-4 თვე არის, რაც აი ამ საკითხებზე ჩვენ აღარ მუშაობთ, მაგრამ ზაფხულში ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომელიც სწავლობდა თვითონ
ამ გარემონტებული საცხოვრებლების ხარისხს, ანუ რამდენად ხარისხიანად მოხდა ამ ესე იგი საცხოვრებელი ადგილების რემონტი. და ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან ბევრი პრობლემა არის. ჩვენ დასავლეთ საქართველოს შევისწავლეთ 22 ცენტრი დავათვალიერეთ და აქედან მხოლოდ 5 პასუხობდა აი იმ მოთხოვნებს, რომელიც ზოგადად არის. ანუ ხარისხი იქ იყო შედარებით მაღალი. რაც შეეხება 17 საცხოვრებელ ცენტრს, იქ მინდა ვთქვა, რომ თვითონ სამუშაოები ჩატარდა ძალიან დაბალ დონეზე. ამ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დანაშაული ტოლთა სამინისტროსი, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩართული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი და მათ უნდა გაეკეთებინათ კოორდინაცია და ზედამხედველობა აი ამ პროცესისა. სამწუხაროდ გულგრილობასთან გვაქვს საქმე თუ უბრალოდ თანხა არ იყო ზუსტად ისე დახარჯული, როგორც გაწერილი იყო, თუ თანხა არ იყო, ანუ რამ გამოიწვია ეს უხარისხო მშენებლობა? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თანხა საკმარისი იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ როდესაც კონტრაქტი ფორმდება რომელიღაცა კომპანიასთან, ამის შემდეგ არის გარკვეული ვადა, როდესაც სამუშაოები უკვე დასრულებული არის, რომ როდესაც ეთხოვება ამ კომპანიას, რომ გამოასწოროს რაღაც ხარვეზები. ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეს არ გამოიყენა, ანუ ძალიან ბევრ შემთხვევაში მათ უბრალოდ დაანებეს და ყურადღება აღარ მიაქციეს აი ამ პროექტებს და შესაბამისად ამან გამოიწვია რაღაც გარკვეული პრობლემები და მე მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე თვის შემდეგაც კი ისევ ახლიდან არის დასახარჯი გარკვეული თანხა და ისევ შესაკეთებელი ეს ცენტრები. კარგი, გასაგებია. ბატონი ნუკრი მილორავას, აქ ველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი აფხაზეთი პროექტების მენეჯერი. თუ გსურთ შეეხოთ იმ პრობლემას, რომელიც თქვენი აზრით არის პრიორიტეტული და უნდა მოგვარდეს სასწრაფოდ. ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ვართ მომსწრენი საზოგადოებაში იმ პოლემიკისა და დებატების, რომელიც სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება დევნილთა განსახლების სფეროში. ბუნებრივია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ პოლიტიკაზე, მხოლოდ არ უნდა ვიხილავდეთ მის ერთ სეგმენტს, რომელსაც ქვია განსახლება და თავშესაფარი. იმიტომ რომ ეს დიდი დოკუმენტი მოიცავს ძირითადად 3 მიმართულებას. ეს არის ასევე შემოსავლის გენერირება, ეს არის ასევე სოციალური სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა. მე მადარდებს ყველაზე უფრო ის მომენტი, რომ კომპლექსში ეს დანახული დღეს ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვს. ამ საკითხებში არ არის ჩართული კომპლექსურად დევნილი მოსახლეობა, ყველაფერი კეთდება მათი ნების გარეშე, შეიძლება ასე ითქვას. ამაზე სწორედ მეტყველებს ის კვლევა, რომელიც აქვს წარმოდგენილი გაეროს ტოლთა უმაღლეს კომისარიატს, სადაც გამოკითხულ დევნილთა უმრავლესობა, ვინც უკვე განსახლდა, არჩევდა დარჩენილიყო იქ, სადაც ცხოვრობდა, ოღონდ იმ პირობებში, თუ გაუკეთდებოდა მათ შესაბამისი რემონტი, მოხდებოდა შენობების რეაბილიტაცია, გახდებოდა სოციალური სერვისები. დევნილებს თქვენ ამბობთ, რომ არაფერი არ კითხეს და მათ გარეშე გადაწყდა ეს საკითხები. ამაზე მეტყველებს სწორედ ის გამოკითხვა, რომელიც რეალურად ჩატარდა. ეს ერთი. მეორე, მე უფრო მაშფოთებს ის ვადები, რა ვადებში შეიძლება დასრულდეს სწორედ სახელმწიფო ეს პოლიტიკა. ანუ თუ ჩვენ დავითვლით 2007 წლის თებერვლიდან დღემდე, უკვე მე-5 წელი მიმდინარეობს, რაც სტრატეგიამ აიღო სტარტი. სხვადასხვა ციფრებია, რა აქვს შეიძლება ყველაზე ოპტიმისტური ციფრი ავიღოთ 10,000 განსახლებული დევნილი ოჯახი. საქართველოში დაახლოებით 80,000-მდე დევნილი ოჯახია. თან არ დაგავიწყდეთ, ყველაზე უფრო რთული სეგმენტი, კერძო სექტორში განსახლებული დევნილები ჯერ კიდევ არის უკან. უფრო თითქოს შეიძლება მემეჩვენება, მაგრამ უფრო აქცენტი კეთდება ყოველთვის კომპაქტურად ჩასახლებულებზე და კერძო სექტორში ცხოვრებლებზე ნაკლები საუბარია. ბუნებრივია. ჩვენ ამ კუთხით სამინისტროს ვერ გავამტყუნებთ, იმიტომ რომ თვითონ დევნილთა მობილიზაცია კოლექტიურ ჩასახლებებში არის უფრო მარტივი და არის უფრო ტექნიკურად ასე ვთქვათ ორგანიზებადი, ვიდრე კერძო ჩასახლებებში. ვინაიდან გადამისამართების პროცესებში არის ძალიან ბევრი ხარვეზები, ბევრი დევნილი არ ცხოვრობს იქ, სადაც ფიზიკურად არის დამისამართებული. მეორე მომენტი, რომელიც დღეს ჩვენი ორგანიზაცია დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასეთ მიდგომას. თუ დევნილის განსახლება ხდება, აუცილებლად მას უნდა მიხვდეს დანარჩენი ის 3 პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მის შემოსავლის გენერირების პროექტებს ერთი და მეორე, აუცილებლად სოციალურ ხელმისაწვდომობას სერვისებისადმი. ამის გარეშე ეს ყველაფერი არის წყალში გადაყრილი ფული. დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ სფეროში არის, მე ვიტყოდი, რომ უპრეცედენტო
მხარდამჭერა, იმიტომ რომ ყველა ეს პროექტები თითქმის ხორციელდება გრანტების საფუძველზე, რომელსაც შემდგომ სახელმწიფო არ აბრუნებს. ამიტომ დღეს დევნილი, ადგილობრივი, ხელისუფლება და ოპოზიცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რაც შეიძლება ოპტიმალურად გამოიყენონ ეს თანხები, იმიტომ რომ ეს არ არის ის თანხები, რომელიც შემდგომ ჩვენ ვიღაცას უნდა დაუბრუნოთ, ან მეორე შემდგომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დააბრუნოს. და ბოლო საკითხი, რასაც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის ნებისმიერი ორგანიზაცია, იქნება ეს არასამთავრობო თუ იქნება ეს სამთავრობო ორგანიზაცია, მისი გადაწყვეტილებების ფარგლებში უნდა იღებდეს მხოლოდ ერთადერთ სწორ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას. პირველი ეს არის დევნილთა ჩართულობით აუცილებლი და მეორე დევნილთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული. დანარჩენი ყველაფერი, რაც კეთდება, ჩემის აზრით, არის ასე ვთქვათ, უბრალოდ დაუმსახურებლად გაკეთებული საქმე, ანუ კარგად გაკეთებული საქმეს ჯობია უბრალოდ გაკეთებულ საქმეს. დევნილი არაა ჩართული ამ პროცესში, ის საქმე კარგად გაკეთებული, ობიექტური მიზეზის გამო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ბატონ ლევან ეს არის, რასაკვირველია შემოსავალი, ანუ დასაქმება დევნილების და განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ტოტალურად დარღვეულია დღეს დევნილთა უფლებები. არის ზოგადად სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ითქვა, ვთქვათ, ეს თემა ამ თემას შევეხეთ და ერთი მაგალითი ფოცხოვეწერთან დაკავშირებით, რომ ეს მაგალითი ყოველთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, ეთყობა სამინისტროს წარმომადგენლები იქ იმ ადამიანებს არ იცნობენ, რომლებიც თბილისიდან იყვნენ განსახლებულები და არა ისინი, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, რომლებიც ძირითადად გალის მოსახლეობას წარმოადგენენ და მოძრაობდნენ წლების განმავლობაში. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ფოცხოვეწერზე, როცა არის ნახსენები, ეს არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც თბილისიდან გაასახლეს. დაახლოებით არის 20-მდე ოჯახი და ამ ოჯახებს არანაირი ხელმისაწვდომობა არაფერზე არ აქვს. არც პრინციპში არც განათლებაზე, არ არის ხელმისაწვდომობა სხვა კუთხითაც, ანუ აი დასაქმების კუთხითაც, იმიტომ რომ აი შემოსავალი რა. არაფერი არ არის შემოსავალი. ეს არის მხოლოდ ის შემწეობა, რასაც სახელმწიფოსგან იღებენ მინიმალური ოდენობით. სხვა შემოსავალი ფიზიკურად ვერ არის, იმიტომ რომ გარშემო მიწაც კი არ არის, რომ მისცენ რომ დაამუშავონ. ანუ ამაზე ლაპარაკი რომ იქ იგვერძი არის დაუშვათ რამოდენიმე კილომეტრში 100 ჰექტარი მიწა, რომელიც ჩაი ძველი პლანტაცია, სახელმწიფოს რო იფიქრა ამ მიწის მომზადებაზე და მე მიეცათ ეს მიწა დასამუშავებლად, შეიძლებოდა კიდე ამაზე ეს ოჯახები წასულყვნენ, არაფერი არ აქვს. ხვდებით ხო რაზეა საუბარი? ელემენტარული ჩვენ რამოდენიმე ჩავედე წამლები ჩაუტანე. წამლების ელემენტარული აფთიაქიც კი არ იყო იქ იმისათვის რომ მისულიყო და ელემენტარული რაღაც წნევის წამალი ეყიდათ, იმიტომ რომ ნომერი პირველი თემა როცა ჩავედე ჩვენ პირველი ჩასვლის მერე აღმოაჩინეთ რომ აი სამედიცინო სფეროს აბსოლუტურად მოუწესრიგებელი აღმოჩნდა იქ, იმიტომ რომ როცა ასახებდნენ იქნებ ბატონო ვალერი ამაზე ადამიანებს არ ფიქრობდნენ ამაზე. ფოცხოვეწერის საკითხი რაღაცნაირად სამინისტროს პოზიციას ვიცოდეთ, ვიცი ბატონი მინისტრი სუბელიანის ასაც ლაპარაკობდა იგივე სიმეორებს. თუკი არ არის ეს ხალხი თავის დასაქმება, თუკი იქ მიწას გაიქცნენ და იქ დასახლდნენ და თუკი მიწას ვერ დაამუშავეს. ანუ როგორ შეირჩა საერთოდ? მოდი ამ ერთ კონკრეტულ სოფელზე რო ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ეს ამ სოფლის შესახებ ისმის. კი ბატონო, ვისაუბროთ და ვამბობ, დევნილები მათ ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში 90-93 წლიდან. მესაქონლეობით იყვნენ დაკავებული და არიან დაკავებული. გარკვეული ნაწილი დევნილების დიდი ნაწილი იყო არის კიდევ გალის მოსახლეობა, რომელიც მოძრაობს. ბუდმივად იქ არ ცხოვრობდნენ. ხა დევნილი თქვა და მოდი ხა არ მინდა ესეთ რეჟიმში გადავიდე. ეს ბატონო ვალერე, შეიძლება თქვენ ჯერ ერთი იმედა რა ქვია ცხინვალიდან გამოყრილ ხალხს დევნილებს ეძახით, დევნილებს ეს სტატუსი არ მიგიცია თქვენ. შეიძლება ეს პასუხი გეხვა. პირველი 3 წუთში ლაპარაკეთ რომ დევნილები არიან ისინიო ბატონო ვალერე და არ შეგაწყვეტინეთ ეხლა და ტერმინოლოგია ტყუილი თქვა რა, ითქვა, მოდი ერთმანეთს მე ცოტა, იმიტომ რომ ხალხია ხალბატონები არიან და ერთმანეთს პატივიცეთ და ისე არ მithქვავს ფაქტი, რას თქვით, არასწორია, ვინაიდან დევნილებს იქ მიწაზე ხელი მიუწვდებათ, მე პირადად. რომელ მიწაზე? ჩაის პლანტაციებზე. შეიძლება ვთქვა. აი თუ მომცემ საშუალებას იმაზე რა თქვა, ეს ის გარშემო კლდოვან ფერდობებს გულისხმობთ, ის ნამდვილად ხელმისაწვდომია. შეიძლება ვთქვა. ბრძანეთ კი ბატონო. 100 მეტი ჰექტარი მიწა არის დევნილებისთვის. ჩასული ვიყავთ, პირადად ქონდა დევნილებს საუბარი, რამდენი მიწის დამუშავებლები იყვნენ. ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანმა გამოთქვა სრული დამუშავებელი მიწა. რა არის შემოსავალი ბატონო ვალერი იქ დღეს ვინც ირჩენენ თავს გარდა შემოწირულობის ძირითადად თუ რამდენჯერმე ვიჭიდაოთ ამ თემაზე. ფაქტია რომ დევნილები ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში 15 წელი ცხოვრობდნენ იქ დევნილები და ცხოვრობდნენ მესაქონლეობით იყვნენ დაკავებული. ეს არის მათი ძირითადი საქმიანობა.
გარდა ამისა, თქვენ რა ნახეთ ბატონ ლევან რო ჩახვედით? სხვა არის სხვადასხვა სოფელში ვერ დაამუშავებ, იმიტომ რომ ჩაის პლანტაცია სანტიმეტრიანი ხუნა ჭირდება ბატონოვალერი, ეს მიწა იყოს სუნცირე გამოსაყენებელი ვიღაცისთვის 2 წლის მერე. რას ყვებით ახლა? კი, სახელმწიფო აბუშავებს მერე მაგმიწას და ისევე როგორც სხვა დებულების მეორე თქვენ ახლა შეიძლება გამოვაყენოთ წარმაცებად, უქნარებად, არცერთის დამოუკიდებლობა ახლა. რაღაცა ხო არსებობს. არ ვიცი და პრობლემა კი არ არის. უბრალოდ მინდა რომ ეს თქვა ის რაც საინტერესოა მოსახლეობისთვის და დევნილებისთვის განსაკუთრებით. აი ავიღოთ ხა 20 დევნილ ოჯახს ექონდა საუბარი ბატონ ლევანისგან. იყო თქვენ კითხვა დასვით, რამდენად ადეკვატურია სახლები. იქ საუბარი იყო სამ მიმართულებაზე, რომელიც სამოქონდო გეგმიდან ბატონმა უკვე წააკითხა სამოქონდო გეგმაში წერია. საუბარია ტოლდაგამ გაეროს ტოლდა უმაღლესი კომისარის სკოლაზე, რომ ერთობლივად ჩავატარდე იქ მსგავსი არაფერი წერია, რომ დევნილს არ ეკითხებოდნენ რამეს. ეგეთი მე იქ არ მახსოვს მოკლედ. მოდი მივყვეთ ფაქტებს. კიდევ ვამბობ, 10000 დევნილ ოჯახი კი 1000 იყო თბილისში. 23000 დევნილ ოჯახს აქვს საცხოვრებელი ბინა, რომელიც სახელმწიფომ აუშენა ან გაურემონტა. აი წყალტუბოში ცხოვრობს 22 ობიექტი. ეხლა აღარა გვაქვს უკვე დაიხურა ობიექტები. 22 გაუბედურებული, დანგრეული, გაღატაკებული ობიექტების პერსპექტივა არაფერი არ აქვს. აშენდა მათთვის ფოჩი საცხოვრებელი ბინები და გადავიდნენ. ადეკვატურია თუ არა ფოჩი აშენებული სახლები მათთვის. წყალტუბოში აშენდა სახლები 10 საცხოვრებელი კორპუსი, 352 ბინა. მათთვის სურვილი ქონდა რომ წყალტუბოში დარჩენილიყო. ვისაც წყალტუბოში დარჩენის სურვილი ქონდა, დარჩა წყალტუბოში. ვისაც სურვილი ქონდა, გადასახლდა, როგორც თქვენ ამბობთ, ამას რო გადასახლებას ეძახით, ეს იყო ნებაყოფლობითი დევნილების განცხადება. თხოვდნენ, რომ გადასულიყვნენ ფოჩის საცხოვრებლად. იგივე აშენდა იმაში ბათუმში საცხოვრებლები და ესეთი გრევადი 168 გრევადი გაუბედურებული ობიექტებიდან გადაყავს. ფოცხოეწერს თუ ავიღებთ ამასთან მიმართებაში, კიდევ ფოცხოეწერი არსებული კომპაქტური იყო, დევნილები ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში, 15 წელი ცხოვრობდნენ, გარემონტდა და გადაიცა. მე პირადად სვანეთში დევნილთა შეხვედრა მქონდა, ქალბატონი მით თხოვა რომ გადასულიყო სვანეთიდან, ჩამოსულიყო დაბა და ფოცხოეწერში დასახლებულიყო. ისი თხოვნა იყო. დაუყევით მისი განცხადება მიიღო რეგიონულ სამმართველოებთან და სადაც დავაყბო. გასაგებია ბატონო. ეს პროცესი არის ნაწილი დიდი სურათის. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ რომ დევნილთა განსახლება არის ფოცხოეწერი, ეს არის მცდარი. გასაგებია და არასწორი. იწურება ჩვეიდრო ბატონ ნუკრის სურდა საუბარი შემდეგ თქვენ და შემდეგ. 23000 აი ახლა არას დამახინჯებულად ითქვა 23000 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინა მიიღო. გარდა ამისა 5000 ოჯახმა მიიღო კომპენსაცია. ფაქტები რატო არ უკანონდება ამ ხო? როგორ არ უკანონდება? როგორ არ უკანონდება? ჩამძან და აღმოაჩენთ რომ არა. როგორ არ უკანონდება? აი ავიღოთ ფოთის შემთხვევა ავიღოთ მაგალითად. სელაგის ფაქტები დაკანონებულია? პროცესი კი ბატონო, ნაწილი დაკანონებული, ნაწილი მიმდინარეობს. პროცესი რატოა გაჩერებული? არ არის გაჩერებული, რატო? მოსახლეობა კითხულობს რატოა გაჩერებული? შემიძლია გითხრათ, აი ფოთის მაგალითად, ფოთი ყველაზე უკან ბოლოში კი, ყველაზე ბოლოში. ფოთში დათქმულია პირდაპირ, აი ჩვენს დონორებთან დათქმულია 1 წლის განმავლობაში პრივატიზაცია არ დაიწყება. 1 წლის განმავლობაში გქონდა მონიტორინგის პერიოდი და ამის მერე იწყება პრივატიზაციის პროცესი. პრივატიზაციის პროცესი სულ მინიმუმ 6 თვეს მაინც იღებს. კაი, მაშინ თუ მასალებაში წელიწად ნახევარია 2 წელი სამუშაოს როცა ჩვენ ვეკითხებით რომ 100 კილოვატიანის რატო გაუქმდა, იმიტომ რომ მათ ფართი მივეცი და კერძო საკუთრებაში ვინ ცხოვრობს იმას მაშინ რატო გაუქმეთ ის 100 კილოვატი თუ მას არ უკანონებთ? კერძო სექტორში მაცხოვრებელი ყველა დევნილი ერთნაირ დახმარებას იღებს. იქ არ არსებობს კერძო სექტორი სახელმწიფომ გადასცა, კერძო სექტორი სახელმწიფომ არ გადასცა. ანუ სხვა რამის თქვენ ხალხი რომელიც შეასახლეთ დარტყმ კითხვას გისვამ. კი ბატონო, მაგრამ შეასახლეთ ხალხი ჯერ არ დაუკანონეთ, მაგრამ მაინც გაუქმეთ, მიუხედავად იმისა, რომ დაკანონებული არ აქვთ ფართი, მაინც გაუქმეთ 100 კილოვატი. ფართი, რომელიც დევნილს გადაექცა გზელოდერი გასახლების მიზნით, ეს არის კერძო სექტორის ჩასახლება. მას აქვს საკუთრების უფლება უჩნდება იმ მომენტიდან, რაც თქვენ გავუტარებთ ეს. საკუთრების უფლება. მანამდე რატო გაუქმეთ? აი, ავიღოთ კანონმდებლობა. დევნილი, რომელიც დაწესებულება იწურება, ბატონებო, უკაცრავად. დევნილი ცხოვრობს, იმას საკუთრება აქვს, მაგრამ ის იღებს. ბატონ ვალერი, ბოდიშვილი, ბატონ ნუკრი, მოკლედ თქვი თუ შეიძლება. ეს არის ის პროცესი. მოკლედ შემდეგ აუმიჯროთ ახლა თქვენ ბოდიშვილი, ბატონ ნუკრი. არა ვიტყვია დოკუმენტის მე-9 გვერდზე მეორე აბზაცი სწორედ ამბობს იმას, რომ დევნილთა უმრავლესობა ამბობს იმას, რომ მას ურჩევნა დარჩენილიყო იქ, სადაც ცხოვრობდა თუ გაკეთებდა რემონტი. გთხოვთ გადახედოთ. გაქცევთ ზუსტად პასუხს. აი იგივე. დიახ. ჭავჭავადის 59-ში, რომელიც ახლა დაიწყო. მე თქვი რა. ბატონო, თქვი არ მითქვია. რაც თქვი პასუხს, არა, შენ თქვი რომ. თქვენ ძალიან თქო ასეთი არ წერიო, აგერ წერია, მიგითითეთ. თქვენ ძალიან კონსულტაციებს არ გადიოთ. მე ამაზე გითხარით, თორე ბევრდევნილს სრულები კონსულტაცია შუაშია მე. კონსულტაციები დევნილთან შეთანხმების გარეშე მაშინ გასაგებია. რაც შეეხება 59-ში ჭავჭავადის, იქაც არ უნდა დევნილებს წასვლა არსად. ცხადია, მაგრამ დაიგრა ის შენობა, რომლების რეაბილიტაცია შეუძლებელია. რა შეიძლება გაკეთოს? ადამიანის სამანტყოფო. შეუძლებელია რემონტი. რა შეიძლება გაკეთოს? მიუხედავად იმისა, რომ დევნილებს სურვილი აქვს დარჩენის.
ის პრობლემები, რომელიც ამ სფეროში არსებობს, არ უნდა აღვქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები გვაქვს. Რა თქმა უნდა, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფო არ აკეთებს პოზიტიურ ნაბიჯებს, არ დგავს, არ აქვს ძალიან კარგი პრეცედენტები. თავად სფერო იმდენად რთულია და იმდენად სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება, რომ შეუძლებელია ერთიანი სურათი გქონდეს. ჩვენთვის მაგალითად სახალხო დამცველის აპარატისთვის ყველაზე სერიოზულ პრობლემას კერძო სექტორის დევნილები წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, განსახლება როგორ მიდის პრივატიზაცია, რეაბილიტაციის პროცესი, თქვათ მინიმალური ხარვეზებით თუ დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს, ამაზე ჩვენ მე არ ვსჯელობ ხა, მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ამისა პროცესი წინ მიდის, თუმცა კერძო სექტორის შემთხვევაში პროცესი სამწუხაროდ გაყინულია. ზოგადად თემა იმდენად რთულია და იმდენაირი პრობლემა არსებობს ამ სფეროში, იგივე სოციალურ-ეკონომიკური აქ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფოს რესურსები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, სახელმწიფოს ხელთა არსებული ფინანსური თანხები არ უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა აუცილებელია, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას ყველა კომპეტენტური ორგანო და რა თქმა უნდა თავად დევნილების ინტერესები მაქსიმალურად და შესაძლებლობის ფარგლებში იყოს გათვალისწინებული. არავინ არ ამბობს, რომ ჭავჭავაძეზე მცხოვრებ დევნილს აუცილებლად ჭავჭავაძეზევე უნდა მისცენ ალტერნატიული განსახლების დროს, ვთქვათ, ფართი, თუ ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა აქ პრობლემა არის ის, რომ როდესაც დევნილს სახელმწიფო ეუბნება, რომ მე ვახდე შენი პრობლემის გრძელვადიანად გადაჭრას, ეს პრობლემა უნდა იქნეს მოგვარებული მისი ღირსების სრული დაცვით და მაქსიმალურად იყოს შესაძლებლობის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი ინტერესები გათვალისწინებული. ამ დოკუმენტზე რამდენჯერმე მოიხმეს ჩვენი დოკუმენტი და მინდა თქვა ორიოდე სიტყვა ამის შესახებ, ესე იგი ეს არის ანგარიში დევნილთა ჯგუფებთან შეხვედრის შედეგად შექმნილი და ამ შეხვედრებში ჩართული იყო, რა თქმა უნდა, გაეროს ტოლთა კომისარიატი, ტოლთა და განსახლების სამინისტრო და მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები. მიზანი ამ დოკუმენტის შექმნისა იყო სამოქმედო გეგმის განახლება, გაგრძელება, რომელიც ამჟამად პროცესშია და ის რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია ამ ანგარიში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი შევა სამოქმედო გეგმაში, აი ეს იყო ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი და იმისათვის, რომ დევნილთა ჩართულობა ყოფილიყო გარანტირებული. რასაკვირველია, ჩვენ არ გვქონდა იმის ამბიცია, რომ დევნილთა მთელ მოსახლეობას შევხვდებოდი, მაგრამ ჩართულობის ხარისხით რაც იყო? დიახ, იცით რა, ჩვენ შევარჩიეთ კომპაქტური ცენტრები, რამოდენიმე პრივატიზებული, რამოდენიმე არაპრივატიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით, დიახ, ასევე კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებს შევხვდით და მათი პრობლემატიკა რასაკვირველია განსხვავდება სპეციფიკიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ და ყველა დამეთანხმება კოლეგები მე მგონი და ის რეკომენდაციები უშუალოდ ასახავს ამ ჯგუფის ანუ პირველ წყაროდან მიღებული ინფორმაცია. მოვედით თქვენამდე როგორ. აუცილებლად მინდა გავაკეთო კომენტარი ბატონ ვალერის განცხადებაზე, რომ თბილისიდან გამოსახლება მოხდა მხოლოდ ისეთი შენობებიდან, რომელსაც არ ჰქონდა კომპაქტური სასახლეების სტატუსი. ასეთი ბოლო მაგალითი ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ სასტუმრო აფხაზეთი, რომელსაც ჰქონდა კომპაქტური სასახლეების სტატუსი, მაგრამ გამოსახლება მაინც განხორციელდა, იმიტომ რომ გაიყიდა ერთი თვით ადრე. გამოსახლება განხორციელდა ისე, რომ გარკვეულ ოჯახებს არ ჰქონდათ მიღებული კომპენსაცია და არც თავშესაფარი ადეკვატური. შესაბამისად, მათი გამოსახლება ასეთ ვითარებაში იყო კანონთან შეუსაბამო და ასეთი ოჯახების ინტერესებს ჩვენი ორგანიზაცია დღესაც იცავს სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ სასამართლოში წარმატებას მივაღწევთ. რაც შეეხება ასევე კომპენსაციის საკითხს, კომპენსაციასთან დაკავშირებით საინტერესოა სამინისტროს პოზიცია იქიდან გამომდინარე, რომ თებერვალში, გასული წლის თებერვალში სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ კომპენსაციების ოდენობა ამოწურულია და შესაბამისად ის ოჯახები, რომელსაც არ აქვთ მიღებული კომპენსაცია დღემდე, კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ელოდებიან, მათ აირჩიეს თავის დროზე კომპენსაცია ან თავშესაფარი, გადაწყვეტილება გააკეთეს კომპენსაციის სასარგებლოდ, ელოდებოდნენ ამ თანხის მიღებას, თუმცა თანხების ამოწურვის მოტივით სამინისტრო მათ უარს ეუბნება კომპენსაციის მიღებაზე და ასეთი საქმეებიც მრავლად არის ჩვენს ორგანიზაციაში და დარწმუნებული ვარ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, მათთვის ეს პრობლემა ცნობილია. რაც შეეხება ფოცხოვეწერთან დაკავშირებით იყო ასევე საუბარი, რომ იქ ადამიანები ეწევიან მესაქონლეობას და შესაბამისად ადაპტირებული არიან. ჩვენ საუბრობდით იმ ნაწილზე, რომლებიც არ იყვნენ ადაპტირებულები და გამოსახლების შემდგომ მოხდა მათი გადაყვანა. იმის ადამიანები ვერ ახერხებენ იქ ადაპტაციას და არა ის ოჯახები, რომლებიც 90-იანი წლების შემდგომ იქ ცხოვრობენ. სწორედ ამ ჯგუფზე არის ეხლა საუბარი, როგორ უნდა მოხდეს მათი ინტეგრირება იქ. გვაქვს მაგალითი ფოცხოვეწერში ოჯახთან დაკავშირებით, რომელიც
ადამიანი, რომელიც საჭიროებს მუდმივად სამედიცინო დახმარებას, ეს არის განსაკუთრებული საჭიროება, იმიტომ რომ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ასეთი მომსახურება, რომელიც მას ჭირდება, ადგილზე არის შეუძლებელი რომ მიიღოს. ამიტომ იმ ადამიანისთვის ფოცხოვეწერი არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურ საცხოვრებლად, იმიტომ რომ სამოქმედო გეგმაც და სახელმწიფო სტრატეგიაც ამბობს იმას, რომ სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს განსახლებისას ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები. ამიტომ პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრია. არის გარკვეული პროგრესი, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელსაც ჭირდება მოგვარება. გასაგებია, ჩვენ ეს საკითხი ერთი არის იმდენად მრავალკლასიანი, რომ შეიძლება ძალიან დიდხანს ვისაუბროთ ერთი გადაცემის ფორმატში. ამ ყველაფერს ასაკვირველია ვერ ამოვწურვათ, მაგრამ მე მაინც იმეც დავიტოვებ, რომ ის ძირითადი საკითხები, რაც ამ წუთას დღეს არის აქტუალური, ამას შევეხებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. ვიტყოდი, ვახურო, ეხლა სამინისტრო გადადის გორში და მე მაგალითად ვისურვებდი გორში ახალი სამინისტროს მშენებლობას იქ და მოწყობას, სადაც მილიონები დაეხარჯება, თუნდაც შავშვებში ჩასახლებულ დევნილებს კანალიზაცია გაუკეთონ, გაცილებით იაფი დაждდება და გაცილებით სასარგებლო იქნება ამ ხალხისთვის, ვიდრე გორში სამინისტროს გადატანა. გასაგებია, მე ასევე რახან ევროპული არჩევანია ჩვენი გადაცემა და ასე ვთქვათ, ევროკავშირის მიმართულებით ძალიან ბევრი თემა მოგვიმზადებია. მე დღეს არ ითქვა აქ და მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან დიდი დახმარება გაწეული ამ საკითხებში. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს საღამოს 10 საათზე პირველ არხზე. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.